მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს მაგიურ სამყაროში. დიდი მადლობა ყველას, ვინც აქტიურობთ. დიდი მადლობა და თანხას რიცხავთ ვიდეოს ყურების საფასურად. ასევე დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს და გთხოვთ არ დაგავიწყდეთ ვიდეოს გაშარება და ლაიქება და ასე შემდეგ, რომ თქვენნაირად სხვა ადამიანებმაც შეძლონ თავისი ცხოვრების გადარჩენა და ეს იქნება თქვენი ამაგი, როგორ თქვა ქართულად, ამაგი არა, ეს იქნება ენერგოგაცვლა იმისათვის, რასაც მე თქვენთვის სრულიად უფასოდ გიკეთებთ. დღევანდელი ჩემი საუბარი მიეძღვნება ქალებს და მე მინდა ვისაუბრო იმ რთულ სიტუაციაზე, რომელიც დგას ამ წუთას ჩვენს გარშემო კი არა, რომელიც დგას ჩვენთან და განვითარებაში, ცხოვრებაში, წინსვლაში, ნერვებში ხელს უშლის და გვიშლის ადამიანებს. მე თქვენთან მოვედი არა როგორც მარტო და მხოლოდ მაგი სასაუბროდ, არამედ მოვედი რომ როგორც თქვენ ჩემი მსმენელი, ჩემი მხარდამჭერი, ჩემთვის თქვენ ხართ მთავარი, ვისაც ვთვლი რომ მე კომუნიკაცია მიყვარს, მე ხალხთან კომუნიკაციის გარეშე არ შემიძლია და მე ვთვლი რომ რამოდენიმე ადამიანი თქვენთან ერთად, სხვასთან ერთად თუ იცვლის თავის ცხოვრებას, იქნებ ბევრმა ადამიანმა მოისმინოს ეს ვიდეო და იქნება დაიცვას თავისი თავი და თავისი აზრიც გამოხატოს კომენტარებში. იმას დავიწყებ იმით, ჩემი პროფესიით დავიწყებ პირველ რიგში, რომ ადამიანები ამბობენ, რომ მაგი და ჯადოები გახშირდა საქართველოში. მე ამას სრულიად ვეთანხმები ჩემს კლიენტების სიმრავლეში და მარტო სიმრავლეზე არ არის მეგობრებო აქ საკითხი. დამძიმებული კლიენტების უმეტესობა, რომელსაც მე ბევრს აღარ ვიღებ. იმიტომ რომ მათ არაფერი არ ეშველებათ. და მიუხედავად კიდევ ვიტყვი ფული ძალიან დიდი სიყვარულისა, მე ფული ძალიან მიყვარს და კარგი ცხოვრება ძალიან მიყვარს, მათ მე ვერ მივიღებ, იმიტომ რომ არ შემიძლია მათგან ფულის აღება. დავიწყოთ ერთით. ეხლა გეტყვით ამ ერთი კვირის ბოლო რამოდენიმე ჩამონათვალს. მამაკაცი, რომლის დედაც მოვიდა, ოჯახი დაწყევლილია, მამაკაცს ყავდა რამოდენიმე ყოფილი მეუღლე, მოდი არ დავკონკრეტდები, 2-ზე მეტი, ესე ვთქვათ, რამოდენიმე საყვარელი და ეს ყველა ადამიანმა კი მესმის, რომ ქალის მიტოვება არ შეიძლება და გასაგებია, მაგრამ ჭკუიდან გადაიყვანეს ეს კაცი, იმდენი ჯადოები აქვს ნაკეთები და აქვს გაკეთებული კუბოს, როგორ გითხრათ, კუბოს ქართულად დამავიწყდეს ლურსმანი. თქვენ ეს იცით რას ნიშნავს? ჯერ ხომ ამ ადამიანს 2 მაგი და 3 მაგი თანხის გადახდა სჭირდება. ეს ერთი. და მე ეს ისეთი რთული მოსახსნელია მეგობრებო, რომ წარმოდგენა არ აქვს თქვენ. და მადლობა გადაიხადეთ თუ საერთოდ ასე ვთქვათ, მოასწრო ამ ადამიანმა და მოვიდა და წლები არ, იმიტომ რომ კუბოს ლურსმანი იწვევს დალევას, ნარკოტიკებს, ხასიათის გაურკვევლობას, ანუ ხან ადამიანი შეიძლება გეცეს და გცემოს, ხან ადამიანმა შეიძლება გითხრას რომ მიყვარხარ.
ну შედარება გითხარით ახლა თორე მოხტვებით. არა და ისეთი ადამიანები, რომლებიც საერთოდ აი ბოსსაც არ დაუკარებიათ ცხოვრებაში ხელი და ამის ქალებს ეგებოდნენ ფეხთით. უბრალოდ ну მათი ესე ვთქვათ მინუსი ის არის რომ არიან მექალთანები, გასაგებია. ეს რომ კი ბატონო მე ამას არ ვამართლებ და ყოველთვის ვარ ქალების მხარეს მე, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სასიკვდილოდ გაიმეტო ადამიანი. კი ბატონო მიბმა რაღაცა კი გზების ჩაკეტვა გასაგებია ხო შეიძლება გამწარებულზე გააკეთო ადამიანმა, მაგრამ კუბოს სურსმანი ეს არის ძალიან ზედმეტი. ძალიან ბევრი დედა მოდის ჩემთან, ძალიან ბევრი დედა რომლის შვილსაც აქვს კატასტროფული მდგომარეობა. მაგალითად, იყო შვილი ბანკირი, ძალიან მაღალ თანამდებობაზე, რა თქმა უნდა იცით თქვენ რომ ბანკირებს საქართველოში, ну ცოტა თუ მაღალ თანამდებობაზე ხარ, აქვთ 20-25,000 ლარი და ზედმეტი კიდე ხელფასი, მეტი კიდე ხელფასი. და ну მოგიხსენებათ ახლა საქართველოსთვის ერთ საკმაოდ მაღალი ესეთ საქართველოში კი არა ამერიკაშიც საკმაოდ მაღალი თანხა, საშუალო ამერიკელს აქვს 3-დან 4,000 დოლარამდე ხელფასი. აქედან გამომდინარე ბევრი ქალების მოთხოვნაც არის. ამიტომ ზღვა ქალების კატეგორიას უნდა ესეთ მამაკაცი ჩაიგდოს ხელში, გაყვეს ცოლად, ეს მამაკაციც ბევრ რაღაცებს შეცდომებს დაუშვებს რა თქმა უნდა ქალებთან მიმართებაში და ხდება ის რომ კაცი არის განადგურებული იმდენ ჯადოებს უკეთებენ რომ ბანკის მმართველი გადაიქცევა საშინელ ადამიანად სამსახურის გარეშე რჩება ნარკომანი როგორ შეიძლება ერთ წამში გახდეს ადამიანი ნარკომანი რომელიც 24 საათი მუშაობს და არის თავის ცოლ-შვილში ხო ეს წარმოუდგენელია იცით როგორ მეგობრებო ყველაფერს აქვს თავისი წინაპირობა ანუ უპირობოდ არავინ არ ხდება. თქვენ არ გეგონოთ რომ მე ვიღაცას ვამართლებ და მამაკაცებს ვამართლებ, ან არავითარ შემთხვევაში, მაგრამ სასიკვდილო ჯადოს გაკეთება არის ზედმეტი. ეხლა გეტყვით რატომ ხდება ეს. კიდევ ერთხელ ვიძახით, თქვენ ჩემგან ვერასოდეს ვერ გაიგებთ ვერც ერთ ადამიანზე კონკრეტულად იქნება თუ საზოგადოდ იშვიათად მე თავს ვიკავებ ყველასგან საუბარზე სხვა მაგების თუ რაღაცა კომპეტენცია დიდი აქვთ თუ პატარა აქვთ თუ როგორი აქვთ თუ რანაირი აქვთ მათ ხარჯზე მე არასოდეს თავს არ ავიმაღლებ იმიტომ რომ მე მაქვს ჩემი კუთხე მე არა მაქვს თავი პირველობაზე მე მაქვს თავი განსხვავებულობაზე რომელსაც მე ვერავინ ვერასოდეს ვერ შემცვლის ესე ვთქვათ რა, ანუ ჩემ ყველაფერში შეუცვლელი ადამიანი არ არსებობს, მაგრამ განათლებაში და ასე ვთქვათ, განათლებასა და ენერგიის შეუცვლელობა არსებობს. ანუ ენერგიას ადამიანს, იგივე ენერგეტიკის ადამიანს მეორეს ვერ მოძებნი. ეს ამიტომ ხდება რომ მეგობრებო, ძალიან ცუდი განათლების რიტუალები არის დარჩენილი საქართველოში. როგორც ადამიანი ვითარდება, აი მაგალითად, რო შევადაროთ, დავანებოთ თავი მაქს. გახდა ადამიანი პროფესორი 30 წლის უკან, ხო, სიტყვაზე. და ის პროფესორმა უნდა თქვას, რომ 30 წლის შემდეგაც არაფერი არ უკეთებია, მოდი ავიღოთ. 30 წლის წინ გახდა პროფესორი, ეს 30 წელი არაფერი არ უკეთებია და ეს არ ნიშნავს, რომ შენ ეხლაც ხარ პატივსაცემი, ან ეხლა ხარ განათლებული. იმიტომ რომ შენ ის 30 წელი თუ არ განვითარდი, მე რა რომ ერთ დროს რაღაცა პროფესორი ან რამე იყავი. ასევეა მაგიაც. მაგია მიდის წინ აი თუ გახსოვთ მე თქვენ რამოდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ძალიან ძვირიან შეკრებაზე როდესაც ვიყავი ავიღე ახალი მასალები და გითხარით რომ აი ამ რიტუალის მოსახსნელად მჭირდებოდა 1 საათი მაგრამ ეხლა მჭირდება თქვათ 25 წუთი და ამის გამო ბედნიერი ვარ რომ ღამეებს აღარ ვათენებ დილის 6 საათზე ხო გითხარით თქვენ ეს მე ეს ამბავი
ამიტომ ყველაფერს სჭირდება განვითარება. მაგრამ ისეთი ცუდი ბოდიში მომითხოვია, საშინელი რიტუალებით არიან დაკავებული, რომ პირდაპირ სიკვდილზე, პირდაპირ ჯანმრთელობაზე მოქმედებს. კი ბატონო, მე არავინ არ არის ანგელოზი, მეც არა ვარ ანგელოზი, იმასაც ვაკეთებ, მაგრამ ეკოლოგიურად მაინც. და ადამიანს რაღაცას არ უფუჩებ, ხო? მაგრამ შენ, როდესაც აკეთებ რიტუალს და მიდიხარ პირდაპირ სასაფლაოზე, იქ კარგი არაფერი არ მოხდება, მეგობრებო. იცით რატო გაფუჭდა საქართველოში კიდე სიტუაცია? იმიტომ რომ ჯადოს გაკეთებას ჯადომანი აღარ სჭირდება. ანუ ჯადოს ხელოსანი როგორ არის ქართულად, მაგი აღარ სჭირდება. მიდიხარ საფლავზე, მარხავ ფოტოს, всё, დასრულებულია საკითხი. იმ ადამიანს ხო უფუჭდება ჯანმრთელობა, ტვინი ხო ერევა, ირევა საერთოდ, 1000 უბედურება ემართება და მოხსნა არავინ არ იცის. როგორ არის ეს გაკეთებული, რანაირად არის გაკეთებული, სად ჩამარხე, როგორ საფლავში ჩამარხე, რით გარდაიცვალა ეს ადამიანი, რომ გარდაიცვალა რა პრობლემები ჰქონდა მათ წინაპრებს, მე მას რა პრობლემები ჰქონდა, იმ ადამიანს რასრულად ჩამარხეთ, როგორი პრობლემებს გარშემო რა სასაფლაოებია. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მეგობრებო, აბა ესე მაშინ, იცით როგორ, მე სულ მიკვირს ხოლმე, მოდი, ოკეი, არ ვიტყვი. ჯადოს მოხსნა, რომ ესეთი ადვილი იყოს, მაშინ ყველა გააკეთებდა ამას, ყველა მოხსნიდა. ეს არ არის, რომ გაგიშალე ტარო და რას ფიქრობს კაცის ჩემზე, რას ფიქრობს, არც არაფერს. უბრალოდ ფოტო ამოვიდა კარტის. რა უნდა იფიქროს? Excuse, ანუ არაფერი არ უნდა იფიქროს ადამიანმა. კარტებით რაღაცა ხარალო, რაღაცა ელემენტარული რაღაცებით ადამიანის ბედის მოწყობა არ ხდება. ამას სჭირდება ჯერ შენი ფსიქოლოგიური მზაობა, გარემო და შემდეგ ადამიანის შეცნობა და მისი შემდეგ გახსნების კეთება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ნაწილი მინდა ჩავხურო, რომ გაგიჟებული კაცების არმიის ქართულად როგორც გამოვიყენოთ, მათი დედები ძალიან ბევრი მოდის ჩემთან. ასევე მათი ცოლები ძალიან ბევრი მოდის ჩემთან, რომ კაცი იყო ჭკვიანი და გახდა გადარეული. აღარ მინდა უბრალოდ მცხვენია ისიც თქვა, რომ ვირების ტვინის გამოყენება ისე დაიწყო. ეს არის კატასტროფა. ადამიანს ისე აშტერებს, ისე აგიჟებს, რომ ვეღარ წარმოგიდგენიათ. მაგის მოხსნა ჩემთან რა ჯდება არ მოგითხოთ. არ ვიცი, ძალიან ძვირი. 3-4 წდება. იმიტომ რომ სიცოცხლეზე მოქმედებს, შეიძლება ადამიანს გული გაუსკდეს, ეგ ჯადო რომ აქვს და მოკვდეს. ახლა კაცებს დავანებოთ თავი, მაგრამ მე ვარ ადამიანი, რომელიც მიჩვეულია ბავშვობიდან მე ბევრჯერ საქართველოში არ ცხოვრობდი, ამიტომ მე მიჩვეული ვარ ისეთ ქვეყნებში ცხოვრებას და პარალელურად აქ ცხოვრებას ამერიკაში, რომ ორივე ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული. ამიტომ მამაკაცების გულშემატკივარიც ვარ. იმიტომ რომ ხანდახან 100%-ით ჩვენი ქალებიც მართლები არ არიან. ეხლა გადავიდეთ ქალბატონებზე, რომელსაც კაცები სრული მაგის სიტყვის მნიშვნელობით ყველა კაცი არ არის ნორმალური და არ გიგონოთ რომ მე კი როგორ შეიძლება რომ ყველა კაცი იყოს არადამიანი, ხო? ეს გამორიცხულია, მეგობრებო. თქვენ მამები გყავთ, ძმები გყავთ, ასე შემდეგ, ჩვენც ასე ყველა კაცი რომ არანორმალური იყოს, მაშინ ქვეყანა დაიქცეოდა დედამიწაზე. მაგრამ მე მინდა განსაკუთრებით ქალბატონების უფლებები
ზე ვილაპარაკო ახლა და მათ ქმრების და ბევრი ემიგრანტების გაკეთებულ ქმრებისზე ვიძახი, ჯადოებზე ვილაპარაკო და იმ კაცების საშინელ თვისებებზე ვილაპარაკო, რასაც მე ვხედავ და რასაც მე მიყვებიან და რისი მსხვერპლნიც ესე ვთქვათ გადმოცემით არიან ქალბატონები. მე არ გამიგია, ოღონდ მართლა. მე იცით რომ ყველა ქვეყანაში მუშაობ, მე აქ ყველა ქვეყანაზე ვმუშაობ მე და კი ბატონო, არაფერი დასამალი არ არის, ბევრი მამაკაცისათვისაც გამიკეთებია ჯადო, რომ საკუთარი ქალი დაუბრუნდეს. კი ბატონო, ეს რა პრობლემაა? მიბმა, როგორც ქალზე ვაკეთებ, ისე კაცზე ვაკეთებ. მაგრამ მე არ მქონია შემთხვევაც კი, რომ რომელიმე ქვეყანაში კაცს ეთქვას, რომ გამიკეთე ცოლზე მიბმა, რომ გამომიგზავნოს ფული გარდა ქართველისა. მე ანდრეს ერთი კაცი გავაგდე მეგობრებო. ეს იყო გეტყვით ახლა რა წელია? წელიც არა, შარშან თუ არ ვცდები. შარშან იყო ეგეთი შემთხვევა, კაცი მოვიდა და მითხრა მე ჩემი ცოლი წასული 10 წელია თუ რაღაცა და მინდა რომ ფულის კანალზე მიმაბა. მე თავიდან გამიკვირდა, ვიფიქრე რომ ეს რაღაცა მეჩვენება ესეთი, იმიტომ რომ ძირითადად ქალი ბეკეთებენ ეგეთ რაღაცას. ვეუბნები, ეს 10 წელი თქვენი ცოლი გინახიათ, გიყვართ რაღაცა? არა, არ მინახია და ეგ როდის ჩამოვა არც ვიცი, მე აქ საყვარელიც მყავს. და ჩემმა ცოლმაც იცის. მე ვეუბნები რომ თქვენმა ცოლმაც ეს იცის და ბედნიერია მაგითი, თუ თქვენ საყვარელი გყავთ. რატომ არ ქმნით თქვენს ოჯახს? ნუ კულტურულად ახლა თქო, ჩხუბს ხوار დავუწყებ ხოლმე და ჭკუის სწავლებას. ნუ ესე მიმაბითო რომ ბევრი ფულები გამომიგზავნოს. მეგობრებო, ჩემთვის როგორც ქალისათვის ეს რომ მამაკაცზე იყოს, ეს მამაკაცზე პრობლემა არა, მე მილიონს ვაკეთებ. ახლა კაცები კი იტყვიან რომ ფულს რატო რანაირად, მაგრამ ოკეი, არა უშავს. ჩვენ ტელევიზორიც არა. ქალი, რომელიც მოსამსახურედ მუშაობს, ეს სხვა არის. და შენ მაგას კიდე ფული გინდა? რომ შენ წახვიდე კაზინოში ითამაშო რაღაცაში, რამდენი კლიენტებია ეგეთი? მითხრა რომ აი ფული დამიხარჯა. აი ბინის ფული ჩავედი დამიხარჯა. $40,000 რომ ჭკუიდან არ გადახვალ, კაცი რომ დაგიხარჯავს, რომ გონია რომ აგროვებთ და მასობაში საყვარლებში და კაზინოში რომ გაათამაშებს, მე წარმოდგენაც არ მაქვს იქ რა მდგომარეობა. მე ქალებს მე მინდა მივმართო ქალბატონებს. მე ხوار გეუბნებით რომ მე ჩემთან მოდით ან რაღაცა. ქალებს მინდა მივმართო. მეგობრებო, ჩემთან წმენდაზე როდესაც მოვიდნენ ქალები, მე ვისმენ საშინელ ისტორიებს. ეხლა სწავლაზე როდესაც მოდიან ხოლმე ქალები, მე ვისმენ საშინელ ისტორიებს და ადამიანები მეუბნებიან რომ თქვენთან შესწავლა გვინდა რომ დავახციოთ თავი. აბსოლუტურად ყველაფერს დავიწყოთ ნოლიდან ცხოვრება და ზოგ სახელის და გვარის კი არა ქვეყნის შეცვლაც კი უნდა იმდენად მოსაბეზრებელია, იმდენად შეძურებული აქვთ ადამიანებს არა მარტო თავისი ქმარი, არამედ მთლიანი ოჯახიც კი. იმიტომ რომ ემიგრანტი, ქართველი ქალბატონი უკვე ასოცირდება ფულის გამომგზავნ მანქანად, როგორც შვილებისადმი, შვილებისგან, ყველა შვილებს არ გულისხმობ რა თქმა უნდა, ასევე ქმრებისაგან და ასევე ნათესავებისაგან. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც მამაკაცი ეუბნება რომ შენ ესე რაღაცა გამომიგზავნე, თორე ესე ვიზამ, ყოველთვის მიმართეთ კანონს. ქალების დაცვა ყოველთვის არის მთავარი და არასოდეს არაფერს არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ მოძალადე ერთ დღესაც
მოძალადეს, როდესაც გაუჩუმდებით, ის მოძალადეს აძლევთ უფლებას, რომ კიდევ ჩაიდინოს ის, რასაც ყოველთვის ჩადის. ბევრი მეუნახულმე, რომ ქალბატონო სოფი თქვენი მარათონის მერე მე ის ადამიანი აღარა ვარ, რაც ვიყავი. ფულებს აღარ გზავნი, მე ტოქსიური ურთიერთობიდან გამოვედი და ჩემი დაჩაგვა აღარავის აღარ შეუძლია. ეს ჩემთვის უდიდესი წარმატებაა. მე რა უნდა გავაკეთო ის, რომ ამაზე უკეთესი შეფასება მივიღო ცხოვრებაში და შეგიძლიათ გადაახედოთ უფასო ტელეგრამზე ამ სკრინებს და შეფასებებს, ხო? ეს არის უდიდესი რამე ჩემთვის. შვილები, ძალიან ბევრი შვილი ფულის დახარჯვა, მანქანის ფულის დახარჯვა, ბინის ფულის დახარჯვა, ბინის გაყიდვა. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ იმუშაოთ 7-8 წელი, იყიდოთ საცოდავად ერთი ბინა და ჩახვიდეთ საქართველოში და შვილისაგან გაყიდული დაგხვდეთ. როგორი სიმწარეა რა? და ამ დროს ამ გარდა ბინისა იმათ ჭირდებათ საჭმელი, სასმელი, რაღაცა. ოკეი, მე რა თმინდა სხვა ადამიანი, მოდი კლიენტებს რომ დავიდავანებოთ. მე მყავდა გარემოცვაში ესეთი ადამიანი, რომელიც 10-15 წელი იყო წასული თუ არ ვსწრები იტალიაში. ღმერთო ჩემო, შვილები, სიძე, ორი ბიჭი, გოგო, სიძე, შვილები, კაბები, ფუშფუშა კაბები, სახლების რემონტები, მანქანები, დამტრევები, ბანკები, ქალი 15 წელი საქართველოში არ ჩამოსულა. და ქალი რო ჩამოვიდა, კბილებიც კი არ ქონდა, მეგობრებო, შეიძლება ეს მოყოლილიც მაქვს მე თქვენთვის. კბილებიც კი არ ქონდა ადამიანს. და რა მდგომარეობა დაახვედრათ, იცით შვილმა? ბინა, რომელიც იყიდა, ქონდა გირაოში ჩადებული. 15 წელი რა დაიჭირა ამ ადამიანმა ხელში, რომ იმის გამო, რომ ბიჭებმა მოუარონ დედა ხელის გულზე ატარონ და გოგომაც გოგო უარესი, ესე იგი, ქმარი, რომელიც ფულს ანიავებს კაზინოში, რაღაცა, სახლების რემონტები, სახლის რემონტი გააკეთებინოს თავიანთ ქმრებს და თუ ვერ ირჩევენ თქვენი შვილები ისეთ ქმრებს, რომლებიც სახლის რემონტის გაკეთება არ შეუძლიათ, ეს არ არის თქვენი საქმე. ევროპულ კანონებს და ცხოვრების წესს მე და ამერიკულს მე გარკვეულ საკითხებში ვეთანხმები. შენ თუ აირჩიე შენი ცხოვრება, შენი პრობლემები აღარ არის ჩემი პრობლემა. მე მიგიყვანე, თქვენ იცით მე როგორი მკაცრი ვარ, მე საკუთარ შვილებს $1 ზედმეტად არ ვაძლევ. ჩემი შვილი დადიოდა დამტრეული ტელეფონით 4 წელიწადი. ბოლოს მე სურათების გადაღება აღარ შეეძლო და უბრალოდ მაგიტომ გამოვცვალე, თორე რა გონიათ, ამერიკაში $10 ტელეფონი ყოველთვიურად. $10 გამიჭირდება? მაგრამ რა თუნდა? რა თუნდოდა? ამიტომ მეგობრებო, მე მინდა, ხა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ რას ლაპარაკობს ეს ქალი ან რაღაცა, მაგრამ თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ადამიანები არიან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლები. მეგობრებო, ვიღაცა რო გეუბნებათ, რომ შენ გინდა თუ არა გამომიგზავნე ფული და ბანკი უნდა გადავიხატო და ეხლა მანქანა უნდა გავაკეთო და გინდათ შვილი იყოს, თქვენ არ იცით, რომ ეს ძალადობაა ფსიქოლოგიური? ეს ძალადობაა ფსიქოლოგიური, რომ სულ ვეღაცა გეუბნება, ეს მინდა ჩასაცმელი მინდა და კი ბატონო, მე არ ვიძახი, რომ არავის არაფერი არ გავუკეთოთ და კი ბატონო, გასაგებია, მივიყვანოთ შვილები 21 წლამდე იქამდე, რომ კარგი ისწავლონ, კარგი ჩაიცვან, კარგი ჭამონ, კარგი დაიხრონ, მაგრამ 35 წლის კაცს რაღაც უნდა ფულის გაგზავნა გეკითხებით მე თქვენ. აი გეკითხებით. რა თუნდა შვილის ქმრის სახლში რემონტების კეთება? აი მე რა უნდა გავაკეთო?
თუ შენი არჩევანია, it's your choice. შენ თუ გაყევი ეგეთ, როგორ სახში რემონტი არ აქვს და თავს არ როგორ თქვა, respect, თავის თავს არ ანიჭებ შენ პატივს არ სცემ, მაშინ მე გამოვდივარ შენი მონა, მე ესე არ მინდა ცხოვრება. ერთი ჩემი ცხოვრება მინდა ლამაზად ვიცხოვრო. მე გასავლე, ჩაგაცვი და გახურე, კაი უნივერსიტეტში გაგიშვი, ოკეი, იმუშავე, მიხედე შენ ცხოვრებას. ქმრები ხშირად ამბობენ ჩემი კლიენტები, რომ ემუქრებიან, რომ აი ფულს ვარ გამომიგზავნი, ამას ვიზავ, იმას ვიზავ, იმას ვიზავ, იმას ვიზავ. ვერავინ ვერაფერს ვერ იზავს მერწმუნდეთ. დადექით ყოველთვის მედგრად და ერთ რაღაცას გეტყვით კიდე რა ემიგრანტებს. ნუ ეუბნებით თქვენს ყოფილ ქმრებს და საერთოდ ნუ ელაპარაკებით სად მუშაობთ, რა მისამართზე ხართ, სად ახართ, ანუ ნუ ეუბნებით. აქ მუშაობ ამ სახლში, ჯერ მე ერთი რამე მაგვერობს რა. ეს კამერით დარეკვა რას ნიშნავს? აი ძალიან ქართველებმა ჩემ ნათესავმა რამდენიმეჯერ ანუ მირეკავენ კამერით, როცა მკითხულობენ. ვეუბნები კამერით რატომ მირეკავ? ანუ უნდა მე დამინახო როგორი ვარ, როგორ გამოვიყურები, ანუ რატომ private სისტემას, ანუ ამერიკაში კამერით არავინ არ დაგირეკავს, ევროპაში კამერით არავინ არ დაგირეკავს. private სისტემას რატო ვარღვევთ ერთმანეთის, რომ გაიგო სადავარ, საცხოვრობ, რას ვაკეთებ, როგორ გამოვიყურები, გავსუქთი, გავხდი. მეგობრებო, თქვენი არეა, სადაც მუშაობთ, მით უმეტეს ყოფილ ქმრებს, შეყარებულებს, ნუ გაუზიარებთ, იმიტომ რომ მერე დაიწყება თქვენი კონტროლი. და საერთოდ რაც ნაკლები ინფორმაციას მისცემთ მამაკაცებს, მით უფრო კარგი იქნება თქვენთვის. ეს პატარა ესეთი ის მინდა გავაკეთო ქალებზე, იმიტომ რომ ძალიან ბრაზდები ხოლმე, იმიტომ რომ მე ქალების მხარდაჭერი ვარ, ვუყურებ რამდენი მუქთახორა კაცი ზის ჩემი კლიენტების კისერზე. ეს არის ყოველად დაუშვებელი მეგობრებო. მადლობა სამყაროს ღმერთს თუ კი რა ვიცი რაც კი არსებობს, ჩემს მერე იშორებს ყველა ესეთ საშინელ კაცს, საშინელ ადამიანს და ცხოვრობს თავისთვის. ადამიანებს კრემის ყიდვა კრემს ვერ ყიდულობენ თავისათვის და ყველა ფულს, ასე ვთქვათ, დასასვენებლად ვერ დადიან, კონცერტზე ვერ დადიან, ვერსად ვერ დადიან და ამ დროს მათი ოჯახები რაღაცა ფუფუნებაში ცხოვრობენ და თქვენ ამ დროს ტუალეტს ხეხავთ. მეგობრებო, თუ თქვენ ესეთი ცხოვრება მოგწონთ, არავინ არაფერს არ გეუბნებათ, შეგიძლიათ ესე გააგრძელოთ. მაგრამ ჩემთან მოსულ ადამიანებს იმდენად ჯადოები იქნება ეს თუ ფსიქოლოგიური პრობლემები იქნება ეს თუ ენერგეტიკული დაბალი დონე იქნება ეს თუ რაც იქნება, იმდენად დასუსტებულები არიან, რომ დახმარება სჭირდებათ მათ, ეს იქნება წმენდით, ეს იქნება მარათონით, ეს იქნება ფსიქოლოგიური კონსულტაცია თუ რაც იქნება, აღარც შეუძლიათ რომ წინააღმდეგობა გაუწიონ. ეხლა ერთსაც ვიტყვი. ძალიან ბევრი ქმრის საქართველოში რო ყავთ დატოვებული, საყვარლები უკეთებენ ჩვენ ემიგრანტებს, ჯადოებს. რატომ? იმიტომ რომ დასნეულდეს ეს ადამიანი, მათი ანუ როგორ გითხრათ ქართულად კი არ დასნეულდეს, მოიყვანონ, აი ქართულად არის აკონტროლონ და რაც უფრო მეტად აკონტროლებ, მით უფრო რა თქმა უნდა ბევრ ფულს გაგზავნი ადამიანთან და ის ადამიანები მე არიან ძალიან გადასარევად. ამიტომ ხშირად ჯადოს მოხსნის შემდეგ ჩემ კლიენტებს ვთქვამთ, რომ ой, რაღაცა რა ხდებოდა საერთოდ, რას ვაკეთებდი? ესე მგონია სადღაცა იმაში ცხოვრობ, ესე მგონია თოჯინასავით ვიღაცა მაკონტროლებს, ან რაღაცა ეგეთი ხდება. ანუ ძილბურაში არიან ადამიანები. მე ყოველთვის მაგას ვიძახი, დიახ, ჩვენი ქართველი ქალები ისეთი ჭკვიანები არიან, გამორიცხულია მეთქი რომ ამათ ან ჯადო, ან რაღაც ან საშინება არ გქონდეთ, გამორიცხული არის მეთქი რომ უსაქმურ ადამიანს რამე გაუგზავნონ.
ძალიან ბევრი უსაქმური კაცის საყვარლები აკეთებენ კატასტროფულ ჯადოს, მათ ლანძღავენ, მათ სახლშიც შედიან, მათ საწოლსაც იკავებენ და აქეთ ასე ვთქვათ პრეტენზიებს უყენებენ ადამიანებს, რომ თქვენ შენ ვინახარ და შენ ცოლი ხარ და შენ უნდა შეგვინახო. დიახ, მეორეც კეთდება ესეთი რამ. რას ემსახურება ჩემი დღევანდელი აუდიო, ვიდეო. ჩემი დღევანდელი ვიდეო ემსახურება იმ მდგომარეობის კიდევ უფრო გამოტანას, რაც გამეფებულია, ესე ვთქვათ, საქართველოში და რაც ადამიანებს უკაცრავად ძალისყრებამ შემიშალა ხელი, რას ემსახურება ეს აუდიო. ვითომ შეიძლება ძალიან ადვილი ახსაქმელი იყოს ის, რომ აი ვეღაცა ემიგრაციაშია, მისგან გამოგზავნილი ფულით ვეღაცა ცხოვრობს, მაგრამ ეს ცეპი, მეგობრებო, დაკავშირებულია 1000 გვარ ადამიანების სიმახინჯესთან, ანუ სიმახინჯეს გულისხმობს საქციელის სიმახინჯესთან და რაც გამოიკვეთება შემდეგ ჯადოებში, ადამიანების, ესე ვთქვათ, სიზარმაცეში, შურში, ბოღმაში და ასე შემდეგ. მაგალითად, ქალბატონი, მით უმეტეს ჩვენი ქართველი დედა, არასოდეს არ წავა და დატოვებს თავის ოჯახს და შვილს და მე ქართველ დედაზე უკეთესი დედა არ მეგულება ამას ვამბობ აი არ ვიცი სრული 100%-ით არასოდეს არ დატოვებს შვილს თუ მას არ აქვს ძალიან დიდი პრობლემები. ძალიან ბევრი ჩემი კლიენტი გაექცა არა გაჭირვებას, გაჭირვებასაც, მაგრამ იმ დონეზე ძალიანაც არ უჭირდათ, მაგრამ გაექცა ქმრის საშინელ ქცევას, ცემას, ტყეპას, ლოთობას, კაზინოს, მის საყვარლებს, მის ჯადოებს და ასე შემდეგ. ანუ ქონდა ქმარს ფული, იმდენი ფული ქონდა, რომ დადიოდა საყვარლებში, ეს საყვარლები ცოლს უკეთებდნენ ჯადოებს, რომ მოეშორებინათ, ეს ქალი დაავადდა, მაგრამ მაინც იმდენი გააკეთა, რომ ზოგი ამერიკაში ჩამოვიდა, ზოგი ყველაფერი გააკეთა, ზოგი არ ვიცი ევროპაში და მე ამ ხალხმა მოითქვა სული, ზოგი ჩემთან მოვიდა მე დღეს ეს ხალხი წარმატებულია. ნუ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს მიერ ყველა ქალი წარმატებულია. გინდაც ქებაში ჩამითვალეთ, გინდაც არ ვიცი თავის ქებაში, ჩემგან წასული მარტო წმენდა ავიღოთ, არ მინდა იქ დანარჩენი არაფერი. წმენდა კი არა, მარათონითაც ჩემგან წასული ადამიანები არიან ყველა წარმატებული. საქმეში გინდა, ფსიქოლოგიურად გინდა, თუ რა გინდა. ბევრი ქალი გამოექცა გაჭირვებას. საიდან მოდის გაჭირვება? გაჭირვება მოდის იქიდან, რომ მამაკაცები არ იღებენ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ როგორ შეინახონ ოჯახი. ამჯობინებენ ბევრნი უქმად წოლას, ეგრეთ წოდებულ ქართულ სიტყვას ვიხმარ, ბირჟაზე ყოფნას და განუვითარებლობას და ამ ყველაფერს მოაქვს ქალის ცემა, კონფლიქტი ოჯახში, ზოგი თქვენ რა გონიათ, ზოგი თავს აფარებს, არა მარტო ფულს გამოიმუშავებს, არამედ თავსაც აფარებს, იმიტომ რომ იმდენად საშინელი სიტუაცია ჰქონდა მას საქართველოში, რომ მან თავი შეაფარა ემიგრაციას. ყველა კი არ უგზავნის ფულს. ქმრებს არა, მეგობრებო, არა, ყოველზე ნამდვილად არ არის და მადლობა სამყაროს, რომ ყოველზე არ არის, ხო? ამიტომ აქ იქმნება ძალიან ბევრი ჯაჭვი. მე ამ განუვითარებლობას, ამ ყველაფერს მოაქვს ძალიან ბევრი პრობლემა. ის კაცი გადაეკიდება ვიღაცა ქალს, ის ქალი უკეთებს ჯადოს მის შვილებს, მის ასე ვთქვათ, ცოლს არის ურეკავენ, ეჩხუბებიან, ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი პრობლემა და ჯაჭვი. ამით ზიანდებიან შვილები,
რომლებიც საქართველოში დარჩნენ. ბევრივით მაგალითს აიღეთ. 10 წელი იყო ქალბატონი თუ 15 წელი ამერიკაში, იყიდა რამოდენიმე სახლი, ყველაფერი გააკეთა, ააწყო და შვილები ისეთ დონეზე ატერორებდა მამა, რომ შვილებს უკრძალავდა დედასთან სიმართლის თქმას და ამ კაცმა მოიყვანა 10 წლის განმავლობაში ცოლი, მეგობრებო, და დაისვა სახლში. წარმოიდგინეთ, როგორ ატერორებდა შვილებს, რომ 10 წელი თუ 15 წელი დედას არ უთხრას, რომ მამა ჩვენს ცოლი ყავს და მე მიყურს როგორ გარიმოცვამაც როგორ არ უთხრა არავინ. წარმოიდგინეთ, რა დატერორება მიმდინარეობდა შვილებზე. და თქვენ წარმოგიდგენიათ ესეთი ქალი, რომელიც სახლში შევა და სხვის შვილებთან ამ ყველაფერში მიიღებს მონაწილეობას, ის რა ჯადოებს გაუკეთებს ამ ქალს? ამიტომ სულ ვიძახი მე პირადად, რომ ყველანაირ განუვითარებლობას, სიზარმაცეს, აი ამ მუქთა ხორობას მოაქვს და პარაზიტობას მოაქვს ძალიან ცუდი რამ, რომელსაც შეიძლება სიცოცხლის დაკარგვამდეც მივიდეს. ვიღაცამ შეიძლება თქვას, მაგია ეხლა რა შუაშია, მაგია არის მთავარი. იმიტომ რომ ადამიანის ენერგეტიკა თუ ერთხელ ქუჩდება, მერე მას ერევა მთელი ყველაფერი. ამიტომ არის რომ მე ადამიანებს ვეუბნები, რომ წრეს დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც ჩემთან ადამიანები წმენდის რიტუალს იკეთებენ, იმ ადამიანებს ძველ ადამიანებში გაჩერება აღარ უნდათ. იმიტომ რომ ვეღარ გაჩერდებიან. ისინი აღარ არიან იმ ენერგეტიკულ სიხშირეზე, დაბინძურებულ ენერგიაში აღარ უნდათ იმ ადამიანებს. იმ დაბინძურებულ კაცთან აღარ უნდათ ყოფნა. უნდათ სიახლე, უნდათ პროფესია შეიძინონ, უნდათ განვითარდნენ, უნდათ ფული იშოვონ, უნდათ ქალად იგრძნონ თავი. მე მინდა და სურვილი მაქვს, რომ თითოეული წასული თუ საქართველოში დარჩენილი ადამიანი, იმიტომ რომ მე მყავს 70% კლიენტები საქართველოდან და 30% ყავს 30-20% დაახლოებით ესე ემიგრაციიდან. ჩემი მაინც 70% საქართველოში არის კლიენტები მაინც საქართველოდან. და ქალები არიან უმძიმეს მდგომარეობაში. კატასტროფულ მდგომარეობაში ვერ აგიღწევთ. გადავიდეთ ძალადობაზე. იცით რატო არ მიკვირს მე ჩემთან რომ მოდიან და მამიდაშვილი, მამიდა რომ მამიდაშვილს უჩივის რომ 50 ლარი მომპარა. ეს არის კატასტროფა, მეგობრებო. ანგელოს გოგოს რო უჩივლებ რომ 50 ლარი მომპარა სასამართლოში. ეს რომ იყოს 50,000, არა და არანაირი 50 ლარი ამ ადამიანს არ მოუპარია. ეს როგორ შეიძლება? მეზობელს რომ ხის გამო და ღობის გამო ჯადოებს უმარხავს, ეს არის კატასტროფა. მაგრამ იცით რატომ არ მიკვირს რომ საშინელ ჯადოებს აკეთებენ ადამიანები და ადამიანებს ერთმანეთი არ უყვართ საქართველოში. კი ცუდი ადამიანი ყველგან არის, მეგობრებო. მაგრამ არ ვიცი ჩვენ ხალხს რა სჭირს, ალბათ იმდენი წინაპრების ცოდვები არის, რომ ეს ადამიანები ვეღარ იხარებენ. მე რა უნდა გამიკვირდეს, როდესაც გოგო მოდის ჩემთან და მეუბნება რომ არ ვიცი 9 თუ 11 წლიდან საკუთარი მამა მაუპატიურებდა. ეხლა ის არის, სადაც იყო ინფორმაცია ხა მთელი ალბათ საქართველოს მოიცვა რომ ეს ქალბატონი რომ არის 35 წლის წინო ბიძე რაღაცა უცხო კაცებიო აუპატიურებდენო ნათლიაო თუ რაღაცაო 9 წლის ბავშვსო. რა ნათლია ხალხო, ნათლია კი არა, საკუთარი მამა 9 თუ 11 წლიდან გოგოს აუპატიურებდა. იცით როგორი გოგოა? აღარ ვიტყვი ახლა რა ინფორმაციას და რაღაცა 18 წლამდე აუპატიურებდა და საზღვარგარეთ გადავიდნენ საცხოვრებლად და იმ საზღვარგარეთაც აუპატიურებდა. მე აღარ მიკვირს მეგობრებო აღარაფერი, აბსოლუტურად ახლა როგორ უნდა გამიკვირდეს ბიძის გაუპატიურება თუ ისეთ საშინელება არავის არ უსურვს, კატასტროფა, როგორ უნდა გამიკვირდეს, რაც მოხდა 35 წლის წინ,
როცა ეხლა 10 წლის წინ, 35 წელი ძალიან შორია, ის კიდევ უფრო შორი ხანი იყო, ხო და ეს მოხდა, ეხლა გეტყვით ეს რამდენი წლის არის ეს გოგო. ეს მოხდა 10 ხო უკვე ეს არის ამერიკის იმით ის არის სრულწლოვანი, ანუ 10-11 წლის უკან. ეხლა 35 წელი უკაცრავად და 10 წელი ძალიან განსხვავდება მეგობრებო, ხო, ერთმანეთისაგან, ხო, დროით, კანონებით და ასე შემდეგ. საკუთარი მამა აუპატიურებს შვილს, არ ვიცი, რამდენი 8-9 წელი. ეს არის კატასტროფა. ესეთი რამე ხდება, კი ბატონო, სხვადასხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ როგორც ისეთი ქვეყნებისათვის, როგორც საქართველოა, ასე ხშირი მამისაგან ძალადობა არის ძალიან კატასტროფული. ეს გოგოებს მე ის დღე მე არ დამავიწყდება, როდესაც ამ გოგოს კონსულტაცია მივიღე. მე მახსოვს ზუსტად სად ვიჯექი, მე მახსოვს ზუსტად რა სიტუაციაში ვიყავი და მე ვეღარავინ ვეღარ მივიღე. მე უხედავად იმისა, რომ მე ვარ უძლიერესი ადამიანი და მე არც ერთი ისტორია არ მიკვირს ადამიანების, მე კლიენტი ვეღარ მე პირი დავაღე და ეს პირ დაღებული გოგონას გათიშვის შემდეგ ვიჯექი, აი ეს გაშიშებული ვიჯექი. როდესაც გავიგე, რომ მამა მუდმივად ესე აკეთებდა და ბოლოს როგორც იქნა პასუხისგებაში, მადლობა ღმერთს მიეცა და ხმას რატომ არ იღებდნენ, იმიტომ რომ სირცხვილი იყო თურმე ნათესავების და შეშუს რო უფუჭდება ესე ვთქვათ ცხოვრება, ის არაფერი არ არის. აი ამაში ქალებს ძალიან მომტყუნებ მე. ძალიან მომტყუნებ, მე ხო არაფერს არ მითქვი არაფერი. აი შვილთან მიმართებაში როცა ხედავ ესეთ რაღაცას და ხმას არ იღებ, ამ შემთხვევაში ქალებს კატასტროფულად ვამტყუნებ. ალბათ არ ვიცი ეს იგი დრაკონის კი არა, ალბათ რისი ძალა მომეცემოდა ალბათ რომ ჩემი შვილი მერთმა დამიფაროს რომ დამეცვა შვილები მსგავსი რაღაცისაგან ალბათ ლინჩის წესით უნდა გასამართლდეს, მე ვფიქრობ, რას ვე ნათესავის შემწყობა კი არა, ლინჩის წესით გავასამართლებ მსგავს ადამიანს. მეგობრებო, გამოირიყა ჩვენი ქვეყნის და ესე ვთქვათ, ხალხის სიბოროტე გამოვიდა სააშკარაოზე. გაუპატიურება გინდა, დამ დასუჩივლა, დამ დასჯადო გაუკეთა, ბიძაშვილმა ბიძაშვილს ჯადო გაუკეთა, მამიდაშვილმა მამი რაღაცა ჯადო გაუკეთა. მეგობრებო, რაღაცა მე არის არ მისაუბრია მსგავსი რამ, მაგრამ ძალიან ემოციურად ვარ მეგობრებო, აი ნაგავი რო გამოირიყება, ისე გამოირიყ ზღვის სანაპიროზე, ისე გამოირიყა და აირია ხალხი. ჯადო გინდა, წყევლა გინდა, უბედურება გინდა, ერთმანეთის შეჭმა გინდა. თქვენ რატომ ფიქრობთ, რატო ხდება ესე? ძველი ჯადოები, ძველი წყევლები, ძველი ცოდვები არასვენებს ამ თაობას. პაპის ნაჭავმა ტყემალმა შვილიშვილს მოჭრა კბილი, ამაზე მართალი არავის არ უთქვია. ამაზე მართალი. ამიტომ ვიძახი ხოლმე, რომ თუ გინდათ რომ ცხოვრება დაიწყოთ, სადღაც უნდა გაიკეთოთ, წმენდა გასაგები ახლა ყელში ამოგიყვანეთ წმენდა, მაგრამ საერთოდ რომ მოწყდეთ თქვენ წინაპრებს და მათ ცოდვებს და ჩაეხსნათ, ეს რიტუალი თქვენ ნამდვილად უნდა გაიკეთოთ. იმიტომ რომ სადღაც ადამიანმა ვეღაცამ, მე რო არ თქვა ისედაც ისიც, თქვენ როდესაც ადამიანი 1, 2, 3, 4 იბადება და ერთი და იგივე ბედს იზიარებენ, ვეღაცა უნდა იყოს ისეთი, რომ ეს ბედი ჩაკეტოს, მოაშოროს, გადაჭრას საერთოდ და სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ცხოვრება. თორე ეს ადამიანები აგრძელებენ ამ ყველაფერს. თქვენ რატომ ფიქრობთ, რამდენი რა დააშავა ჩვენმა ძვირფასმა ქვეყანამ, რომ ამდენ ცოდვას იტევს? კი, ცოდვა ყველგანაც არის, კაცო, მაგრამ 300 მილიონი ცხოვრობს აქ და 1000, რა ვიცი მე, მილიარდი ცხოვრობს სხვადასხვა ქვეყნებში. იქ არ ხდება, მეგობრებო, ესეთი რაღაცები და ეს კატასტროფაა უკვე. 13, 14, 15 წლის ბავშვები რომ ჯადოს კეთებას დაიწყებენ, ეს არის კატასტროფა.
ეს არის კატასტროფა. და ბევრჯერ ვთქვი, რომ ყოფილა ესეთი შემთხვევა, მე გამიგია, მოსულა ჩემთან კლიენტი, მერცმოდაიფორს მე არც მივიღებ 18 წლამდე, მაგრამ კლიენტი გოგონა 35 წლის და უთქვი, რომ აი პატარა გოგომ გამიკეთა ესეთი რამ. ეს არის კატასტროფა, მეგობრებო. ეს არის კატასტროფა და ამ კატასტროფამდე მივყავართ გაუნათლებლობას, ძალიან ბევრ ცოდვებს, ძალიან ბევრ ესე ვთქვათ, იმ საშინელ ცოდვებს, რაც ჩვენმა წინაპრებმა, დედა, მამა, ბებიამ, ბაბუამ თუ არ ვიცი, ვიღაცამ ჩაიდინა. იმიტომ რომ თქვენ თუ არ აგაქვთ კარგი ცხოვრება, ეს ნიშნავს, რომ ან ბებია და ბაბუას მოგდგავთ მაგათი ნაჭამი ტყემლის ამბავია, ან ეხლანდელ ცხოვრებაში თქვენ ამ ცხოვრებაში რაიმე ძალიან ცუდს გიკეთებენ. აბა როგორ შეიძლება ავხსნა ის, რომ ამისთან ბუნება, ამისთან სამყარო, დედამიწა, ყველაფერი საუკეთესო გვაქვს და ადამიანი მაინც არის უბედური. როდესაც პრობლემას შეხედავ თვალებში, ის პრობლემა აუცილებლად გადაიჭრება. როდესაც ისაუბრებ, საუბრის პოლემიკაში აუცილებლად ვიღაცა შემოვა და რაღაცნაირად გადაიჭრება პრობლემა. ან მის გზებს გააკეთებს, მოსაგვარებელ გზებს ვიღაცა. ამიტომ ქალები იქნება ეს, თუ მამაკაცები იქნება, თუ რაც იქნება, მეგობრებო, მაგია დაკავშირებულია აბსოლუტურად ყველაფერთან. ადამიანებს მაგია ახსენდებათ მაშინ, როდესაც პრობლემა შეექმნებათ. მაგია უნდა გაგახსენდეთ მაშინ, როდესაც კარგად ხართ, რომ გაიწმინდოთ თქვენი ენერგეტიკა მუდმივად. იმიტომ როგორც მუდმივად ჭირდება სახის დაბანა, ისე მუდმივად ჭირდება თქვენ ენერგიას გასუფთავება. ყოველდღიურად 1000 გარშემო დავდივართ 1000 აურიან ადამიანთან. თქვენ არ იცით, ხო, სხვის სულში არ იხედებით, ეს იქნება პედოფილი, მანიაკი, მკვლელი, 1000 უბედური ადამიანი დადის ჩვენს გარშემო და 1000 უბედურ ადამიანი გვაფრქვევს თავის ენერგიას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს ჰქონდეს ჯანსაღი, ესე ვთქვათ, სუფთა ტვინი, რომ სუფთა ტვინით გადაწყვიტოს, იაზროვნოს და თავისი ცხოვრება კარგად წაიყვანოს. მეჯერა შემხოდრია ადამიანი, რომელსაც წარმატებული ცხოვრება აქვს, რომელსაც ამულეტი არ აქვს. მეჯერა შემხოდრია მსგავსი რამ. ამულეტზე ერთი გამახსენდა, მეგობრებო, აი აქ არ ვიცი, ხო შეიძლება ჩანს ნიჟარასთან დევს მაკრატელი, ბედის მაკრატელი იცით თქვენ, დარჩენილია 1 ცალი, იცით თქვენ ღირებულება არის $420, დარჩენილი არის 1 ცალი, რომელიც მუდმივად გექნებათ, თქვენზე გაკეთდება რიტუალი და როდესაც შეატყობთ, რომ თქვენი ცხოვრება ვერ მიდის კარგად, ან ახალი გზა გინდათ გაიხსნათ, თვეში ერთხელ ან ორჯერ შეგიძლიათ გამოიყენოთ მუდმივად მთელი სიცოცხლე. ვიმეორებ, დარჩენილია 1 ცალი, ღირებულება არის $420 და დებს ძალიან მაგარ შედეგებს და ძალიან კარგი შედეგები აქვს. რაც შეეხება ნიჟარას, აქ დევს ქალბატონის წინიცით თქვენ კეთდება მიბმის რიტუალი, ღირებულება არის $2200 და არის სამუდამო. ჩემის მხრიდან მე რასაც ვუყურებ და მე რასაც ვაკვირდები სიტუაციას შევაფასებდი კრიტიკულზე ცუდად. აი ხომ არის სიტუაცია კრიტიკული? არა, მე შევაფასებდი კრიტიკულზე ცუდად, იმიტომ რომ ამდენი ჯადოს მომართვიანობა და ამდენი გაუბედურებული ხალხი მე არასოდეს არ მყოლია რაც ბოლო წლები. არასოდეს მსგავსი რამე არ ყოფილა და ძალიან გაკვირვებული და მართლაც და გაკვირვებული ვარ. მე ვიტყოდი, რომ აუცილებელია, რომ ადამიანმა ატაროს დაცვის ამულეტი. ეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ ერთ ჩემი კლიენტს გავუკეთე ამულეტი და ისეთ ხალხში, ისეთ ადამიანს შეხვდა, ისეთ საზარელ ადამიანს შეხვდა, რომ ამულეტი გაუსყდა შუა ქუჩაზე. წარმოგიდგენიათ თქვენ ის ადამიანი მისთვის რას სურს, ესე იგი რაღაც სერიოზულს გადარჩა ადამიანი. არ ვიცი მეგობრებო, ეს ჭუჭყი როდის გასუფთავდება, ვერ გეტყვით, რაც ჩვენს გარშემო ტრიალებს, იმიტომ რომ ადამიანის ძველი ცოდვები
ანადგურებს ახალგაზრდობას და მათ ასევე უბიძგებს ცუდის კეთებისაკენ და არ ვიცი, ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში მოგვარების გზას მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ გარდა თავდაცვისა, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ გენეტიკურად ადამიანები ბოროტები იბადებიან და გენეტიკურად ადამიანები კეთილები იბადებიან. ეს არ არის ჩემი საუბარი, ეს არის მეცნიერების დასკვნა და ესეთი ადამიანები იქნებიან მუდმივად, მაგრამ ამას თუ საზოგადოება ხელს უწყობს ქალზე ძალადობას, ბავშვზე ძალადობას, ხმა მოუღებლობას და ეს არის განუვითარებასთან დაკავშირებული და სიძულვილის ენასთან დაკავშირებული, სიძულვილი აკეთებს და შური აკეთებს ჯადოებს და 1000 საშინელ რაიმეს. ამიტომ მოგიწოდებთ მხოლოდ თავის დაცვისაკენ.